გამარჯობა, მე დებორა ვარ და დღეს ჩემთან ერთად წამოხვალთ. რა დიდებული დღეა. მართლაც მშვენიერი ამინდია რა. ლურჯიცა და კაშკაშა მზე. მართლაც. რა პატივში ვარ. ასეთი ზრუნვის მერე თავს ყველა უკეთ იგრძნობს. ეს საუკეთესო წამალია. დიახ ასია, ანემარი ეს რა არის? ტაბლეტების მიღების დროს მახსენებს. გასაგებია. წამო აქეთ. კამფეტის დღიური ნორმა. 1, 2 და 3. მშვენიერი. Anne-Marie, 88 ans. 88 წლის ანემარის 5 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობს. მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მაინც ვერაფრი დაარწმუნეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ ბინასა და უბანში ცხოვრებაზე. დებორა ერთ-ერთია იმ ექთნებიდან, რომლებიც მოხუცს ყოველდღე აკითხავენ. ჩემი აზრით ძალიან კარგია, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სისტემატურად აკონტროლებენ. თანაც მარტო აღარ ვარ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეხმარება. თანაც მარტოს მშვენივრად უვლის თავს. საჭმელსაც თავად იმზადებ, დამოუკიდებლად ბანაობ და იცვამ. ასია, თავადაც ხედავთ, საჭმელს ვამზადებ, სახს ვალაგებ. სხვისი დახმარება არ მჭირდება. ხეზე დააკაკუნე. როგორ არა, ჩვენ გჭირდებით. თქვენ კი. და სიცოცხლით ტკბები, რადგან ისინი გვერდითაა. It is beautiful. I got life. რა თქმა უნდა, მე აქ ვცხოვრობ და ეს მშვენიერია. ნამდვილი ცხოვრებით ვტკბები გარეთ. ვხვდები ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ახლა ჩემი ასაკის პირობაზე სრულიად თავისუფალი ვარ. That now with my age, of course, I'm free. I'm free. დებორა ექთნად მუშაობს ქალაქ ამერს პორტში, რომელიც ამსტერდამიდან აღმოსავლეთით 50 კილომეტრით არის დაშორებული. იგი ნიდერლანდებში ბინაზე მოვლის სერვისის მიმწოდებელ ყველაზე დიდ ორგანიზაციაში მუშაობს, რომელსაც ბიურტზორგი ჰქვია. ეს სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც უბნის დახმარება. ეს არის იმ ხანში შესული ადამიანების დახმარების მოდელი, რომელთაც სურთ სახლში რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ. ბერტს პარკინსონის დაავადება აქვს და საკმაოდ ცუდად ახსენდება ის მოკლე პერიოდი, როდესაც სარეაბილიტაციო centrum მოუწია ყოფნა. Voelt het verschil ook in zo'n revalidatiecentrum. ნამდვილად იგრძნობა სააგრებილიტაციო ცენტრთან სხვაობა, იქ თითქოს მხოლოდ ციფრი ხარ, აქ უბრალოდ შესანიშნავად მივლიან. The way of the care for me is extraordinary. მასზე ძალიან ბევრი პროფესიონალი ზრუნავს და ჩვენ ყველას ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. თუ რამე მოხდეს, სწრაფად შეგვიძლია ერთმანეთის პოვნა იმედი გვაქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შინ რაც შეიძლება დიდხანს დარჩებით. კარგი იქნებოდა. ორგანიზაცია ბიურტზორგის მომსახურების უნიკალური მოდელი ადამიანებთან სიახლოვეზე, მობილურობასა და თვითმენეჯმენტზეა დაფუძნებული. ჩვენ ახლა ერთ-ერთ საკოორდინაციო შეხვედრას ვესწრებით, რომელსაც ამერს პორტში დასაქმებულ ექთანთა სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები ატარებენ. ჩვენ მენეჯერები არ გვყავს, საკუთარ თავს თავად ვუვლით. პრობლემების უმეტესობას გუნდები წყვეტენ. ზოგჯერ საკმაოდ მარტივია გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ სამაგიეროდ სხვა გუნდმა შეიძლება დაინახოს. ამიტომ კარგია ერთმანეთს რომ ვიცნობთ. ბიურტზორგი 20 წლის წინ დაარსდა. ახლა თითქმის 15,000 თანამშრომელი ჰყავს და ნიდერლანდებში პაციენტების შინ მოვლის ბაზარზე 75% უკავია. ეს ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით პაციენტების კმაყოფილების რეიტინგის სათავეში დგას და პარტნიორები 25 ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. გამარჯობა. ამ მოდელის დამფუძნებელი იოს დებლოკია, ყოფილი ექთანი, რომელიც სოციალური მეწარმე გახდა. I thought the system for community care ჩემი აზრით, საზოგადოებაზე ზრუნვის სისტემა სულ უფრო უარესდებოდა. ექთნები ამბობდნენ, რომ ვეღარ ახერხებდნენ პაციენტების მოლოს, როგორც წესი და რიგი იყო, რადგან მეტისმეტად ბევრი ადამიანის წინაშე იყვნენ პასუხისმგებელი, თუ რა და როგორ გაიგეთებინათ. ვიფიქრე, რომ ამის გაკეთება სულ სხვანაირად შეიძლებოდა. Principe fondateur, l'autonomie des équipes.
ხალხი საკუთარ საქმეთ მინიშნებს და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს. ცდილობენ, რომ ყოველდღეს სულ უფრო უკეთად მოეხსნენ თავიანთ პაციენტებს. როცა სწორად იქცევი, უამრავი პრობლემის პრევენციას ავტომატურად ახდენ. ისიც დავამტკიცეთ, რომ საქმე ნაკლებ დროში შეიძლება გაკეთდეს. თუ პაციენტთან გატარებული დრო 50%-ით შემცირდა. იოს დე ბლოკის აზრით, ადამიანის კარგად მოვლა ეკონომიკურადაც მომგებიანია. საოპერაციო ხარჯი თითქმის არ გვაქვს. ჯანმრთელობის სექტორს დავანახეთ, რომ ჩვენი მეთოდით მუშაობა მას ნაკლები უჯდება. ჩემი აზრით, თუ ამ პრინციპებს მთელ ჯანმრთელობის სექტორში დავნერგავთ, მისი ხარჯი 25%-ით შემცირდება. უყურება მხოლოდ იმას უნდა დაეთმოს, რაც მართლა აუცილებელია. ხარისხიანი ჯანდაცვა იმას ნიშნავს, როცა ამა თუ იმ საჭიროების მქონე პაციენტს ნამდვილად გამოცდილ ადამიანს მიამაგრებს, რომელიც სწორ დროს, სწორ ნაბიჯს გაადგამს და გარშემომყოფთ ისე ჩართავს საქმეში, რომ მათ რაც შეიძლება ეფექტიანად გააკეთონ საქმე. So that they can participate in the best possible way. ჩვენი გულითადი სალამი რადიო სტეუნკაუსიდან. მზად ვართ გასასვლელად. ბიუტ ზორგის ექთანი მარიო ლაინი და ჟურნალისტი ანკი კვირაში ერთხელ ამსტერდამის ქუჩებში გადიან მობილური სტუდიით, რათა მოხუცი ხალხის ამბები ჩაწერონ რადიო პროგრამა სტეუნკაუსისთვის, რომელიც ითარგმნება როგორც კომპრესიული წინდების რადიო. Ce qui veut dire radio bas de contention. მოხერხებულად დაბრძანდით, გვაინტერესებს სად მიდიოდით. აუზე საცხოვრაოდ, იმიტომ კი არა რომ სიამოვნებს უბრალოდ რომ ვიმოძრაო. კიდევ რას აკეთებთ, რომ თავი კარგად იგრძნოთ? ბევრს ვკითხულობ, თუმცა წერ კიდეც რომ გონებრივი აქტივობა შევინარჩუნო, რადგან ალცჰაიმერის დაავადება მაქვს. გეშინიათ მომავლის. ცხოვრება არ მომბეზგდა, შესანიშნავი პარტნიორი მყავს, რომელიც ზრუნავს ჩემზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მართლაც შესანიშნავია. დიდი მადლობა. ბიუტ ზორგის დახმარებით მარიო ლაინი და ანკი უკვე 15 წელია თავის რადიო პროგრამას უძღვებიან. ადამიანზე ზრუნვა მხოლოდ მის ფიზიკურ მოვლას არ ნიშნავს. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გაგვეკეთებინა პროგრამა იმ მოხუცებისთვის, რომლებიც სახლში არიან. ვისაუბრებდით ჯანდაცვაზე, ზოგადად რას ნიშნავს სიბერე და ცხოვრებისეული გამოცდილება. ვჯერა, რომ ერთმანეთის ამბების მოყოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება, ყველა შეუძლია სხვისი საყრდენი იყოს. ამიტომ მოგწონს ასეთი ენერგეტიკის გავრცელება, რომ ხალხი გავახალისოთ ამბებით, რათა თავი ყველამ ცოტათი მაინც უკეთ იგრძნოს, თუნდაც ერთი წუთით. ამბები ხომ სულის ჟანგბადია.